მოგესალმებით ჩემი ძვირფასება. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედი. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო, რასაკვირველია ერთნაირად ყველაზე არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. მაშ ასე დავიწყოთ. რა ხდება სასიყვარულო სამკუთხედში? პარალელურად სამკუთხედში შესაძლებელია აღმოჩნდეს დედა, ან მისი ოჯახი, სადაც ის ცხოვრობს და არ იყოს ქორწინებაში. ან პირიქით თქვენ ხართ მასთან ქორწინებაში და არსებობს მესამე პირი ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ვინც ზუსტად იცით, რომ ხართ სამკუთხედში, მხოლოდ მათ ეკუთვნის ეს ვიდეო. მაშ ასე დავიწყოთ. ზოგადი ენერგიები რა ხდება და ვინ არის? ძალიან მონდომებული, არ ვიცი, მაგრამ ვისთან აქ ეს დისტანცია, ვისთან აქ ეს სტრესული მდგომარეობა, ვისთან აქ ეს რაზბორკები, ესე უხეშად რომ ვთქვა, არ ვიცი. თავზე ინგრევა ყველაფერი, ნახეთ, დამხობილი სამყარო თავზე აქ ჩამონგრეული, ხალხი ცვივა ამ კოშკიდან, გადარჩენის შანსი ფაქტიურად არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს სამსახური, ეს შეიძლება იყოს მისი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში თავზე დამხობილია მთელი სამყარო. კიდევ რა ენერგიებში ხარ? კლოუნი, განულებული, რაღაცას თავაზობენ უახლოეს პერიოდში, ხალისფრიდან მოდის მასთან შემოთავაზება რაღაცა, მაგრამ არ იღებს ამ წინადადებას. კარგი. რა ხდება იქ მესამე პირებთან? მოდი განვიხილოთ. ცდილობენ ჰარმონიის დამკვიდრებას ურთიერთობაში, დალაგებას სცენარის, მაგრამ ისეთი კარმული გაკვეთილები აქვთ, რომ არ ვიცი, იქ ქორწინება ბევრი შემთხვევაში, იქ არის ემოცია, მაგრამ ეს ქორწინებაც და ემოციაც იმედენად აღრმა ჩიხშია შესული, რომ აქედან თავის დაღწევა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ფაქტიურად შეუძლებელად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აქ სცენარი ვითარდება იმისთვის, რომ დალაგდეს რაღაცა ურთიერთობები, დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის განხორციელება, იმიტომ რომ ორივე არკანზე ზურგით არის მოტრიალებული. იქ მესამე პირებთან უახლოეს პერიოდში დამერწმუნეთ, რომ დადგება საკითხი მისი წასვლა დარჩენის იმ ურთიერთობაში, თუ იმ ადგილას, სადაც დამკვიდრებულია ამ წუთას, იმიტომ რომ იმდენად დიდი აგრესია მოდის, იმდენად დიდი გაურკვევლობები მოდის, იმდენად დიდი ემოციური დისბალანსია, რომ ფაქტიურად იქ გაჩერება მისთვის უკვე წარმოუდგენელია. იცოდეთ, რომ უდაოდ არის აქ რაღაცა ბუმერანგი დატრიალებული და ზუსტად გადის აი ამ კარმულ ძალიან მწარე გაკვეთილებს. დიდი ალბათობით დამსახურებული აქვს ეს და სამწუხაროდ თავს ვერ აარიდებს ამ კარმულ გაკვეთილებს. მოდი ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, თქვენს ურთიერთობაში რა ხდება, თქვენს ურთიერთობაში რა ხდება. თქვენს ურთიერთობაში, მესამე პირების ჩარევა არის, აქ ძალიან კარგად იმუშავეს მესამე პირებმა, მინდა გითხრათ, აი ეს მზე, რომელიც თქვენს ურთიერთობაში იყო სამწუხაროდ, დღესდღეობით ცოტა შენელებულია, მაგრამ იმას აუცილებლად გეტყვით, რომ აქ უდაოდ ძალიან დიდი ემოციაა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის, რა ასაკის არის, 40-ის, 50-ის, 60-ის, 75-ის, თუ 20 წლის, დამერწმუნეთ, რომ ახალგაზრდა ენერგია მოდის, როდესაც ის თქვენთან კომუნიკაციას ახდენს, ურთიერთობას ახდენს, ეს არის მისთვის აი რაღაცა ძალიან დიდი ენერგიის წყარო. თქვენ მზე ხართ მისი. თქვენ ძალიან დიდი სითბო ხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის გაშვებაც არ შეუძლია არც მენტალურად, არც ფიზიკურად, არც სულიერად, არც ემოციით, აი ვერანაირად ვერ გიშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო ჩარევები მესამე პირების, აქ იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული მესამე პირებისგან, შესაძლებელია ნამუშევარს მანახებს, შესაძლებელია აქ მაგიური ზემოქმედებების არეალიც იყოს, დამერწმუნეთ ჩემო ძვირფასება, რომ მაინც ვერაფერს ვერ უშვებიან. ანუ ემოციის თვალსაზრისით სულ აქ ხართ. სულ გონებაში, გულში, ფიქრებში და ასე შემდეგ. კარგი, რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით? მოდი ვნახოთ. შანსი, უდაოდ მოითხოვს ამ შანსს, აუცილებლად უნდა ეს შანსი, ყველა ვარიანტში უბრალოდ სცენარი ისე შემოტრიალდება, ნახეთ თვითონაც კი ვერ განსაზღვრავს ამ რაღაცებს. აქ ფორტუნა ერევა, სამყარო ერევა, მოუწევს არჩევანის გაკეთება, მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ აქ აი ნახეთ ხმლის ტუზი, ფინანსების ტუზი, ეს ნიშნავს ძალიან დიდ შანსს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს სამყარო აწვდის. თვითონ სამყაროც გვიახლა. ამიტომ აი ისეთი სცენარით უნდა მოტრიალდეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო ამ სამკუთხედში, რომ სასწორზე შემოდებული საკითხები ძალიან მალე უნდა გადაიჭრას. იქ რა ხდება, მოდი ვნახოთ, იქ დიდი ალბათობით ქორწინებაა, ჩემო ძვირფასებო და ამ ქორწინებაში მესამე პირების არსებობა იციან. ძალიან მძიმე ენერგიები მოდის იქიდან. ეს პარტნიორი არ არის იქ, მაინც და მაინც გითხრათ, ბედნიერი, საკმაოდ დიდი ხანია გადიან აი ამ სცენარს, ორიანი ხმალი არის. სიბნელე ურთიერთობაში, სიცივე ურთიერთობაში, ერთმანეთთან რაღაცის მტკიცებას, ვინ უფრო კაი ტიპია, ვის უფრო მეტი შეუძლია, ესეთი სცენარი ვითარდება იქ სამწუხაროდ. იქ ძალიან ბევრი ილუზია ეს ურთიერთობა. და თითქოს და სხვების დასანახად შექმნილია ეს რაღაცა სცენარი უკვე ძალიან მძიმე ენერგიებში აქტებს. განსაკუთრებით მამაკაცია ძალიან მძიმე ენერგიებში, მინდა გითხრათ. საკმაოდ დიდი ტვირთი აქვს მოკიდებული. ეს კიდევ უკუპრეთხების დედოფალი, ნახეთ, ცბიერი,
კუდიანი, ესე ვეძახი ხოლმე მე ვარცხების დედოფალს, იმენა კუდიანია. სიკვდილი ტრანსფორმაციას გადიან, საკმაოდ მტკივნეულ ტრანსფორმაციას იქ იმპერატორი გვეახლა თვითონ იქ მოსწონს ხოთაშორის იმ ურთიერთობაში ყოფნა, დიდად რომ გითხრა რომ ხა რაღაცა იმაშია თქო რა ქვია, უკმაყოფილებაშია თქო, არა. მაგრამ ემოციური ფონის დისბალანსი ეს უდაოდ არსებობს იმ ურთიერთობაში. იქ უკვე იმდენად გახარჯულია ეს ემოციაც, რესურსებიც, რომ ამოწურეს, ნახე ერთმანეთის რესურსი იმ ურთიერთობაში. თუ ეს ქორწინებას უკავშირდება, ან როგორც წყვილი განვიხილავთ და არა როგორც დედა და მამა. თვითონ ამომიტრიალდა არკანები და მოდი მაინც ნახოთ რა ხდება. აი ემოციური დისბალანსი მეთქი და შეხედეთ კრიზისი. გამათხოვრებული, გაუბედურებული ურთიერთობა, ტრამვებით, ტკივილებით, აი არ ვიცი, აქ ემოცია უკვე იმდენად დიდ ბრძოლებშია გადართული. ჩემო ძვირფასებო, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი თუ სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. არც თუ ისე ბევრი დარჩა. 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე, ეს არის მაქსიმალური პერიოდი. დამერწმუნეთ, ვიდეო აქტუალურია ნახვიდან სხვათა შორის, დამერწმუნეთ, რომ ამ არჩევანის გაკეთება აუცილებლად მოუწევს. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.